ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ილონ მასკით გაკვირვებული და იმედგაცრუებულია. ამის შესახებ მან თეთრსახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ილონს და მე გვქონდა შესანიშნავი ურთიერთობა. არ ვიცი გვექნება თუ არა კიდევ. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ილონმა ამ კანონპროექტის შიდა სამუშაო აქ მყოფთაგან უკეთესად იცოდა. თქვენზე უკეთ. მან მის შესახებ ყველაფერი იცოდა. მასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. მას მოულოდნელად პრობლემა გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ ჩვენ ვაპირებთ ელექტრომობილების მანდატის შემცირებას, რადგან ეს მილიარდობით დოლარია და ეს ნამდვილად უსამართლოა. ჩვენ გვინდა რომ გქონდეს ყველა სახის მანქანა. ელექტრომანქანები, თუმცა გვინდა რომ გქონდეს ბენზინის ძრავებით და სხვაც. პირადად ჩემზე მას ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემდეგ იქნება, თუმცა მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე ილონს ბევრით დავეხმარე. დონალდ ტრამპის საფასუხოდ ილონ მასკმა თქვა, რომ ის ცრუობს და რომ მისთვის კანონპროექტი არასდროს უჩვენებიათ. ცივილიზაციის მთელი ისტორიის განმავლობაში არასდროს ყოფილა კანონმდებლობა, რომელიც დიდიცაა და მშვენიერიც. ყველა მიცის ეს. შენ იღებ ან დიდ და უშნო კანონპროექტს, ან თხელს და მშვენიერს. დაწერა მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კანონპროექტზე, რომელსაც ტრამპმა დიდი და მშვენიერი უწოდა. ილონ მასკმა ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მას კი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.